ქართულ მოოცნებამ კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ტერორის პირდაპირ ნიშნულობით შემოაგდო ფსიქოლოგიური ტერორის ერთი თემა აი იმ სპორტსმენების ჩამოყვანით MMA-ის ათობით სპორტსმენის შემოყვანის და ზუსტად იმ დროს დაამთხვია, როცა 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი აპირებს მშვიდობიანად გაისტუმროს ზოგი ჩრდილოეთ, არ ვიცი რომელ მიმართულებით სწავლენ, ქართული ოცნების ის უпроსორად რუსული ოცნება, იცით რა ხდება? ერთი წამით არავის შეგეშინდეთ და რატო? პირველ რიგში ის, რომ სულ არ არის ბრძოლაში საჭირო პატიბუტივით მუსკულები გეყაროს, მთავარია არ არის მთავარი ფიზიკური სიძლიერე, არამედ მთავარია სულიერი სიძლიერე. ქართველ ხალხს და იმ ხალხს, ვინც 4 ოქტომბერს აპირებს მშვიდობიანად ასობით ათასმა ადამიანმა გამოვიდეს და ეს ხელისუფლება მშვიდობიანად დაამხოს. ამას სჭირდება სულიერი სიძლიერე, რწმენა და დაჯერება იმის, რომ ჩვენ ხალხი და საერთოდ ხალხი ყოველთვის არის ძლიერი იმ ბანდაზე, რომელიც შეკრიბა ბიძინა ივანიშვილმა და ეხლა უნდა დაუმატოს ლეკი თუ დაღესტნელი თუ კიდე ვინ ტიტუშკები. ქართველი ტიტუშკები არ იყოთ, დარწმუნებულები არიან, რომ ქართული ძალოვნები, საქართველოს ძალოვნები მათ ისწავლეს და მათ ის ცოდვა უკვე ჩაიდინეს და მეორედ ალბათ არ აპირებენ, ამიტომ არ აქვთ იმედი. მე გარწმუნებთ, ვერც ერთი ჩრდილოელი ტიტუშკა ვერ გამოვა აქციაზე. ესენი ამით ხალხის დაშინებას აპირებენ, მეტი არაფერი დამიჯერეთ და რომც გამოიყვანონ 1000 ტიტუშკა თუ თუნდაც ტერმინატორის ტიპის იყოს 200,000 ქართველ სულით ძლიერ ადამიანს ვერაფერს დააკლებს. ვერც გაბედავენ დამიჯერეთ, ეს არის შემოგდებული ამბავი, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა და ამის არავის შეგეშინდეთ. ეს ამაზე დიდ სისულელეს არაფერს იზავს და ვერაფერს კიდე ქართული ოცნება რაც დღემდე არ უქნია. ეს იქნება მათი დასრულება, ეს იქნება უცებ დასრულება და ეს იქნება მათი შთამომავლების არ ვიცი სირცხვილი, შემოგისია ლეკი. არ დადგება საქართველოში ლეკიანობა არასდროს.